მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად გვყავს თეოლოგი გიორგი კვასალია მოწვეული, მოგესალმები გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს მინდა მივმართო და უთხრა, რომ ჩვენ თხრობაში მოგვიწევს რამდენიმე თავით უკან გადმოსვლა. შეგნებულად ჩვენ ქრონოლოგიურად არ გავყევით, რომ იუდას სამეფოს ისტორიის შესახებ ცალკე თხრობა მოგვეხერხებინა, თუმცა ბიბლიაში ისრაელს და იუდას სამეფოების ისტორიის თხრობა პარალელურად გრძელდება. ამიტომ დღევანდელი საკითხავი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეოთხე მეფეთა მერვე თავში და შეუდგეთ იუდას მეფეების შესახებ თხრობას აი ამ პერიოდში. გიორგი, ჩვენ გამოვტოვეთ ეს ნაწილი, რომ გადაბმული თხრობა იუდას სამეფოს შესახებ მოგვეხერხებინა. მან ჩვენ გვაქვს იორამის მეფობის შემდგომ უკვე ქაციას და შემდგომში უკვე იოაშის მეფობა. საინტერესო არის მაგ პერიოდში იუდას და ისრაელის ურთიერთობა და თავად იუდას სახელმწიფოს ბედი. თქვენ აბსოლუტურად მართლაც ვზანეთ, ამადრეა ჩვენ დროს შევცვალით თვალსაზრისით ცოტა უკან მოგვიწევს და ხება, კერძოდ ეს არის პერიოდი, როდესაც ელია ჯერ არ ამაღლებულა. ეს არის პერიოდი, როდესაც ელია წინასწარმეტყველი კვლავ მოღვაწეობს. აი იმ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ. იქ არის ჩვენთვის საგულისხმო პერიოდი და წმინდა წერილი ასეთ განკერძოებულ თხრობას რის გამო გვთავაზობს სწორედ ამასთან კავშირში. ჩვენ თავის დროზე ვამბობდით, უბრალოდ მაყურებელს შევახსენოთ ეს, რომ ომრის დინასტიის პოლიტიკის გავლენით ძველი ახლო აღმოსავლეთის რუქა, პოლიტიკური რუქა გადალაგდა. თუ კი ის ჭადრაკისებურად იყო დალაგებული და ისრაელის სამეფოს მოკავშირე, ბუნებრივი მოკავშირე ეგვიპტე ხდებოდა ფინიკიასთან ერთად და ამით იუდას სამეფოს უქმნიდა პრობლემებს, ხოლო იუდას სამეფოს ბუნებრივი მოკავშირე სირია იყო და ის ისრაელს უქმნიდა პრობლემებს, ომრის პოლიტიკის შედეგად მოხდა იუდას და ისრაელის დამეგობრება, დაახლოება და უბრალოდ იმდენი საჭიროება აღარ იყო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რუქა ასე გადალაგებული იყო და ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ეს დაახლოება, დამეგობრება საბოლოოდ გამოიწვია დინასტიური ქორწინება, რაც გამოიხატა ისრაელისა და იუდას სამეფოებს შორის უფრო დიდი დაახლოებით და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს სრულიად დადებითი მოვლენა იყო და არაფერი იყო აქ მიუღებელი და არაფერი იყო აქ ცუდი. მაგრამ იქვე აღნიშნავდით, რომ წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ მაშინდელ კეთილმსახურ მეფეს იოსაფატს, რომლის დროსაც ხდება ეს თანათესავება, რომ მორიდებოდა იმ ქორწინებას, დინასტიურ ქორწინებას, რომელიც მან განახორციელა თავისი ძისა და აქაბის ასულისა და იეზებიელის ასულის ქორწინების თვალსაზრისით. ერთის მხრივ თითქოს დადებითი მოვლენაა, როდესაც ეს ორი მოძმე სახელმწიფო უახლოვდება ერთმანეთს. მეშვეობით ხო ერთმანეთში ალაგებს ურთიერთობას, მაგრამ იუდასთვის ეს აღმოჩნდა ძალიან მძიმე, ამას ჩვენ მერე შევეხებით, უბრალოდ თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ამ ქორწინებამ კიდევ უფრო განამტკიცა პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური დივიდენდები უფრო მეტი გააჩინა, მაგრამ ამის მიღმა იუდაში იწყება სულიერი კატასტროფის მზადება, რაც ამ ყველა დივიდენდს თანთქავს და უბრალოდ გაუფასურებს, არაფრად არ აქცევს ამას ყველაფერს. ამას მე განსაკუთრებულად ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანესია საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრა, მაგრამ ის უნდა აუცილებლად ეფუძნებოდეს იმ ღირებულებების შენახვას, იმ სულიერი მემკვიდრეობის დაცვას, რომელიც სამეფოსა თუ ერის იდენტობას განსაზღვრავდა ოდითგანვე. სწორედ ამ იდენტობას ცუდად ეხება აი ეს ქორწინება და ამიტომაც ჯერ კიდევ კეთილმსახურ მეფე იოსაფატს წინასწარმეტყველთა დასი აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ არ გადადგავს გავსი ნაბიჯი, მაგრამ იოსაფატი მიუხედავად იმისა, ის მართლაც გამორჩეულად კეთილმსახური მეფე იყო, მეფე დავითისა და მეფე ასას შემდგომ სამწუხაროდ არ შეისმენს აი ამ შეგონებას და ეს ქორწინება მაინც შედგება. ჩვენ მეფე იოსაფატის შესახებ არ ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ მისი მემკვიდრის იორამის შესახებ, რომელიც აგრძელებს მამის საგარეო პოლიტიკას
და ისრაელთან საკმაოდ დაახლოებული ურთიერთობა აქვს და მისი ცოლი გახლავთ, როგორც უკვე ვთქვით, იეზებიელისა და აქაბის ასული ხოთოლია, რომელიც იუდიაში ჩამოვა მთელი იმ სიბილწი და სიბინძურით, რაც ისრაელში უკვე ოფიციალური პოლიტიკის, რელიგიური პოლიტიკის სახით იყო წარმოქმნილი. ახლა წმინდა წერილში ერთი ძალიან საინტერესო დეტალია ნახსენები. რა არის ეს? ეს გახლავთ თვითონ პრინციპი იორამმა რა ნიშნით მიიღო მეფობა. რა ნიშნით მიიღო მეფობა. ჩვენ წმინდა წერილში ერთ ადგილას, ჩვენ ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით, გვიფიქსირდება ელია წინასწარმეტყველის ეპისტოლე, ელია წინასწარმეტყველის წერილი, რომელსაც უგზავნის მეფე იორამს. და აი ამ წერილში ახსენებს ასეთ რაღაცას, რომ იორამი, უბრალოდ იორამის ძმები, გაცილებით უკეთესი იყვნენ იორამზე. მაგრამ იოშაფატი, მამა იორამისა, ასეთ რამეს გააკეთებს, თავის სიცოცხლეშივე ყველა ძეს დაურიგებს ქონებას, ისემს თავის საბადებელს და იორამს მოაცილებს უყველას, აბსოლუტურად უყველას და იორამი გახდება უპირობოდ გახდება მეფე. სხვათა შორის იორამი მეფობას იწყებს თანამეფობის სახით, ჯერ იოსაფატი ცოცხალია, როდესაც იორამის ტახტზე აყავს მამას და ის ასე მაგრამ იორამს ხო ისედაც ეკუთვნოდა მეფობა პიმშო იყო. საქმეც ეს არის მამა ანდრია, რომ ჩვენ კანონი იმის შესახებ, რომ პიმშო უნდა გახდეს მეფე, ამის შესახებ ეს ტრადიციაა, თორე ეს არ არის ვალდებულება. ეს არანაირი ვალდებულება არ არის. ტრადიცია არის კი ბატონო. მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოთხოვნა. ამიტომ იორამი მეფე ამ ნიშნით სულაც არ ელია წინასწარმეტყველი ამას უსვავს სწორედ. რომ უკეთესები იყვნენ იორამზე. იორამის გამეფების დეტალი აქვს ძალიან საინტერესო და ისევ და ისევ მივდივართ რომ ანდრია იქ რაც ვთქვით. ეს არის იოშაფატის სიყრუე წინასწარმეტყველთა გაფრთხილებისადმი. იორამს ცოლად ყავს ისეთი ვინმე, რომლის ტახტზე ასვლა პოლიტიკურად სარგებლიანი იქნება იუდას სამეფოსათვის. აი ამას ვერ გათვლის მეფე იოშაფატი. აი აქ უშვებს ძალიან და შეიძლება იორამის ცოლის ამბავიც არის, რომ იორამი მერე თავის ძმებს ამაში თავის თავაცხადია. ჩვენ 6 ძმა ყავს, ხო? ხო და ჩვენ ყურადღებას რას ვაკეთებთ? არა მარტო ძმებს, არამედ თავრებს, ძალიან ბევრი დიდგვაროვნებს იმას ისავს. უბრალოდ ჩვენ ყურადღებას ვაკეთებთ მამა ანდრია გადაწყვეტილების პრაგმატულობას, რომელიც გარეგნულად ჩანს და ლოგიკას ექვემდებარება. და მის შედეგებს, რომელიც აშკარად აღმოჩნდება, რომ როგორ კვეთს ეს ღვთისგანგებულებას. ხო, უმძიმესი, როდესაც ჩვენ ამ აქ უბრალოდ ისეთი სიტუაცია არის უკვე, რომ ღვთისგანგებულების დანახვაც კი ძალიან ძნელი არის. აი, კანტიკუნთად იქ ელია წინასწარმეტყველის სიტყვას თუ მიაქცევს ვინმე ყურადღებას. ეს ისრაელში და იუდიაში აბსოლუტურად ხანგრძლივობა იოშაფატის დროს იუდია საკმაოდ ისეთია, ტაძრის გარშემო შეკრებილია და მაგრამ ამ ყველაფერს რისი ელფერისდევს იცით მამა ანდრია რომ აი ეს ტაძრის გარშემო შეკრებილობა მაინც ხდება სოციალურ-პოლიტიკური ნიშნით და არა ღვთისმსახურებისა და ღირებულების. არა, დეგრადაცია მანდაც იქნება. კი, როგორ არა, კი, უპირობოდ. და თორე ესე იორამი არ მოიყვანდა აქაბის შვილს. კი, ეს პოლიტიკური ქორწინება უბრალოდ არ შედგებოდა. წინაპირობა აქვს ეს თქმავების და აღროვების და კი ბატონო ასე. გადახვევის ღვთისგანგებულებისგან. ნახეთ ახლა ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ აი ეს პოლიტიკურად სარგებლიანი გადაწყვეტილება მომენტალურად როგორც კი იოსაფატი გარდაიცვლება და ერთპიროვნული მეფე ხდება იორამი, იორამის ზურგს უკან იწყებს მოქმედებას ის, რომელიც ზუსტად იმ სცენარს გავს, ასცენარიც აქაბის ზურგს უკან მოქმედი იეზებიელი დგავდა. იწყება მასიური ტერორი ღვთისმსახურების წინააღმდეგ. ამიტომ შეიძლება მამა ანდრია მე არ გედავებით, შეიძლება ეს მართლა ასე იყო, ეს რთულია. დედამისმა გააკეთა ისრაელში, იგივე საკეთებს ის აქ. იგივე საკეთებს იმან წინასწარმეტყველებს და სამღვდელოებას გაუკეთა, ამან მეფის დავითის შთამომავლობას და იმ აღთქმის რეალიზაციის გზას წინაღობად იქცა, რომელსაც მთელი ბიბლიური თხრობა და მესიანური მოლოდინი უკავშირდება. ანუ შესაძლებელია მამა ანდრია რომ მართლა საღვთო განგებულების ხედვის და ჭრეტის მქონებელი კანტიკუნთად არის დარჩენილი ნამდვილად
არ შევიდავებ ამაზე, მაგრამ იოსაფატმა ხო იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი და ამას შეახსენებენ კიდევაც. აი ამისადმი წაყროვებაა პრობლემა. შეიძლება ერთი ვერ ხედავდეს რაღაცას, მაგრამ ღმერთმა გამოგიგზავნოს ელიას მსგავსი, ღმერთმა გამოგიგზავნოს სხვადასხვა წინასწარმეტყველის მსგავსი, რომელსაც უნდა უსმინო. შენ ვერ ხედავ, მაგრამ სმენა უნდა შეგეძლოს. აი მთელი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ უსმენენ. არ უსმენენ, რატო? იმიტომ რომ წინასწარმეტყველთა შეგონება მათთვის არ არის ის ფასეულობა, რა ფასეულობაც არის ის პოლიტიკური განაზრახი, რომელსაც დებს აქაბი და იოშაფატი. გაცილებით მომგებიანი. აი დღევანდელი გადასახედიდან რო გადავხადოთ, ხო, რატომაც ახლა ჩვენ ვიცით შედეგები და შედეგების მიხედვით ვშელობთ. მაგრამ იქ იმ მომენტში, ხო, პრაგმატული გადაწყვეტილება იყო სწორედ ამათვის არ გესმინა, წინასწარმეტყველებისათვის არ გესმინა და შენი პოლიტიკური შეხედულებებისათვის მიგედევნებინა თვალყური. ჩვენთვის ბიბლია სწორედ ამით არის საინტერესო და ამით არის მნიშვნელოვანი ყოველდღიურ გაკვეთილებს გვაძლევს. და ამ გაკვეთილიდან სწორედ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ რაც არ უნდა მომგებიანი იყოს და რაც არ უნდა პრაგმატული იყოს, რაც არ უნდა გამართლებული იყოს რაღაცა პოლიტიკურ, სოციალური პროგრამა და ნაბიჯი, თუ ის ხელყოფს ღირებულებით სისტემას, თუ ის ხელყოფს იდენტობის იმ ნიშნებს, რომლითაც ეს ცივილიზაცია დღევანდელ დღემდე მოსულა, მაშინ ის აუცილებლად ცუდად შემოუტრიალდება ამ ხალხს. ვერანაირად ის ვერ იქნება იმ გრევა დაიწყება. გრევა დაიწყება აუცილებლად. იმიტომ რომ საციცოცხლო ღერს აცლი. თავისთავად ცხადი. აცლი, საციცოცხლო ღერს აცლი, სივრცეს უცვლის, თავისი ბუნებრივი განვითარებისა და ბუნებრივი ყოფობის სივრცეს უცვლი ღირებულებათა სისტემას. ანუ რაღაცა უცხო გინდა, ის რაც ღმერთმა გამოძერწა ეს არის და შენ ამის გვერდით იწყებ რაღაცა შენის რაღაცის გამოძერწას და იღებს იმახინჯეს. აი როგორ ჩვენ თავის ძოზე გახსოვთ, საუბრობდით რომ კაინი რომელიც ცდილობს სამოთხის იმიტაციას, შედეგად გვექნება უმძიმესი რამ სოფლიო მასშტაბის კატაკლიზმები. ამიტომ ის რაც ღმერთისაგანაა შექმნილი და რაც ბოროტისაგანაა დაზიანებული, უნდა ვეცადოთ ამ ბოროტისაგან დაზიანებულის გამოსწორებას იმ გზაზე სიარული და იმ მოცემულობის მიღებით, რომელსაც ისევ ღმერთი იძლევა. ეს არის ყველაზე ერთადერთი გამართლებული და ერთადერთი მისაღები გზა. აი ჩვენ მე რამდენად ვეხებით უკვე რომ გზაჯვარედინზე. აი გზაჯვარედინია. ესე იგი პოლიტიკურ რაღაცა პრიორიტეტებს წინ წევს, ვიდრე სულიერს და ამის შედეგად უკვე მე რამდენად ვხედავთ რომ ხდება დეგრადაცია და უკუსვლა. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით ეს. აქ ძალიან კარგად ჩანს, ნახეთ ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და აქაც იგივე სურათია. როგორც კი ამ გზაჯვარედინზე არამართებული მიმართულებით გადაუხვევენ, შედეგი უკვე არის შეუქცევადი. ხო? იორამი იწყებს ყველა თავისი ძმის ამოხოცვას. და ეს თავისთავად ცხადია, ეს წმინდა წერილშიც კარგად ჩანს და იგრძნობა კიდევ ასთხრობისას, რომ ამ მოქმედების უკან დგას ხოთოლია, ცოლი მეფე იორამისა. ასე იგი თუ წინა თხრობებში გზაჯვარედინზე მდგომი ადამიანი ფიქრობდა საით გაეხვი, ახლა უკვე აღარც ფიქრობენ. საინტერესო. ხო, აი კიდევ იყო რაღაცა არგუმენტები, რომლის გამოც ესენი რაღაც ყოლმდებოდნენ, ფიქრობდნენ, ასე გაეკეთებინა თუ ის მარჯვნივ წასულიყვნენ თუ მარცხნივ წასულიყვნენ და აქ ახლა ჩვენ ამ დაცემულობის ნიშანს ვხედავთ, რომ აღარც კი ფიქრობს, პირდაპირვე განსაზღვრულია საით წავიდეს, ხო? არაფერი არ აბრკოლებს. ხო, ძალიან საინტერესოა, მამანდრი, ესაც შენიშნეთ, ვინაიდან ჩვენთვის პირადად, ხო, ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, აი მაცხოვარი გვახსენდება, რომელიც ამბობს ასეთ საოცარ სიტყვებს, მისი ყველა სიტყვა საოცარია, ხო, ცოტა უხერხულად არ გამომივიდეს, ამბობს ასეთ საოცარ სიტყვებს, რომ ძეკაცის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვაც კი შეენდომა სულიწმიდის გმობა არ შეენდომა. და ძალიან საინტერესოა რა არის ეს სულიწმიდის გმობა. და წმინდა მამათა ლიტერატურაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდის გმობა ეს არის აზრის სიჯიუტე. როდესაც შენ აღარც გინდა, უსმენაც არ გინდა, თანახვაც არ გინდა, უბრალოდ გაქვს ნათქვამი, რომ ეს მინდა და არ მიიღებ არაფერს. ამის გარდა არ მიიღებ უბრალოდ არაფერს. და ეს სულიწმიდის გმობის
მიუტევებლობა ეს დაცვალგება კი არ არის ყოლადმო სიყვარული ღმერთისაგან. არა, ეს მდგომარეობა. რეზუმირებაა. რომ როდესაც შენ არ ღებულობ, არ მიგეტევება სამაგეროს კი არ გიხდი. არა, შენ უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად უარს ამბობ ყველა იმ წყალობაზე, რომელიც წყალობაც ამ ურთიერთობაში მოგეცემოდა. ხო, აი კაცი რო იხჩებოდეს და გადაუგდო მაშველი რგოლი და არ მოკიდოს არ მოკიდოს ხელი. შენ არ იტყვის, იმიტომ დაიხჩო რომ სიტყვაზე თქვათ რაღაცა სხვანაირი ჯოხი უნდა გადაგაგდო. უბრალოდ იმას არ მოკიდა, არ მიიღო შენი შველა, მორჩა და გათავდა. ჩვენ წმინდა წერილში ახლა უბრალოდ თემას ძალიან თუ არ ავწდებით, ეს დეტალის დავამატოთ. წმინდა წერილში არაერთ გზისა გვაქვს მანდრია ნაჩვენები, რომ ღმერთი ყოველთვის ტოვებს რაღაცა სივრცეს მოქმედებისას. მოგცევის საშუალებას ყოველთვის უტოვებს ადამიანს, ყოველთვის ადამიანს საზოგადოებას ამბობს, ყოველთვის აკეთებს ამას. აი, სიმბოლური სიტყვები ბიბლიაში ჩავალ, ნახავ, მართლა ესია. სინამდვილეში გულისხმობს ამას, ღმერთი ასად არ არის ჩასასვლელი და ღმერთს არაფერი არ აქვს ანახავი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც სივრცე, ვადა, რაღაცა მიცემული ადამიანისათვის, რომ ეს მოხილვის წინა პერიოდი გამოიყენოს იმისათვის, მაგალითად 120 წელი დადო ღმერთმა წარღვნამდე, ხო, ადამიანის სიცოცხლის ხანად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი 120 წელს მეც არ იცოცხლებდა, ხო? ძალიან გაცილებით მეტხანს ცხოვრობენ შემდგომ, მაგრამ ეს არის სივრცე მიცემული კაცობრიობისათვის, რომლის შიგნითაც ის მას შეუძლია. ამაზე ამბობს უარს. აი თქვენ რა ბრძანეთ, მანდრის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრება თვითონ ეს უკვე დადებითი მომენტია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გასაგებია იქ მე კიდე ბევრია სალაპარაკო, მაგრამ თვითონ მოვლენაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ საჯვარედინზე დგახარ და ფიქრობს სწორ გადაწყვეტილებაზე. ახლა როგორ უნდა მიიღო ეს სწორი გადაწყვეტილება და რა გიშლის ხელს და საკითხიც ხომ ხარია. მაგრამ იმის არ იყოს, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, როდესაც აღარც ჩერდები ამ გზაჯვარედინზე დასაფიქრებლად და შენ იცი უკვე საით უნდა გაუხვიო და ეს არის სწორი. თავის თავში უკვე უდიდეს საშიშროება შეიცავს, როდესაც ამ გზაჯვარედინამდე დიდი უღმერთოების პოტენციალით ხარ მისული, როგორც მეფე იორამს მოვიდა. აი აზროვნება როგორიც აქვს მიწიური, პრაგმატულად სწორედ მაგ დაფაზე მოქმედებს და იქ აღარ ამოწმებს, თქვათ, საფრთხო განგებულებაში. ახლა აბსოლუტურად გეთანხმებით, ახლა ერთ დეტალსაც მივაქციოთ ყურადღება, მანდრია, ეს გახლავთ ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იორამი კი ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა მისი, ახლა ის მარიონეტია თუ არა ხოთოლიას ხალხი ეს საკითხის მეორე მხარეა, მაგრამ სამეფო ბრძანება ერთპიროვნული ბრძანებაა, ხო? ეს არ ექვემდებარება, მაგრამ ემბლის ბრძანება რო გასცე და ამ ბრძანების სარგებლიანობაში რომ დაიმედებული იყო, შენ გარშემო ასეთი საზოგადოება უნდა არსებობდეს. და აი ხოთოლიას მთელი მზაკრობა მოგვიანებით გამოჩნდება, ძალიან კარგად გამოჩნდება. ხოთოლიას მთელი მზაკრობა არის არა ის, რომ თავისი მეუღლე აღძრა თავისი ძმების წინააღმდეგ, არამედ ის, რომ თავისი მეუღლის გარშემო ის საზოგადოება შექმნა, რომელიც აი ამას აბსოლუტურად გამართლებულ ნაბიჯად შესაბამით შევებს აძლევს, კი ბატონო. გესმით, აი აქ იწყება პრობლემა, აი ჩვენ გვახსენდება მანდრია მეფე დავითი, რომელმაც კიდობრის იერუსალიმში შებრძანებამდე მოიწვია ძალიან დიდი კრება და ამ საზოგადოებას აზრი კი არ კითხა, დებას მაძლევ თუ არაო, არა, დავითი ბრძანებს და არა, დავითმა გადადგა ის დავითმა ისრაელს უთხრა, რომ კიდობანი ჩემი ბრძანებით რომ უნდა შემოვაბრძანოთ. ეს თქვენ გააზრებული უნდა გქონდეთ ამის მნიშვნელობა, საზოგადოებრივი აზრი უნდა დახვდეს აქ კიდობას და არა მეფის ბრძანება. ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია. ამიტომაც არის, რომ დავითთან ღმერთი მეფობს, დავითის იმპერატიული ბრძანება კი არა, ღირებულებები მეფობს. დავითი უდიდეს ყურადღებას აქცევს. არა იმას, რომ მეფის ბრძანება შესრულდეს, არამედ ის, როგორ აზროვნებს საზოგადოება და როგორ თაობაზრდის საზოგადოება. ამაზეა ორიენტირებული დავითი. ეს ძალიან დიდი საიდუმლოა. ეს ძალიან პრინციპული დეტალია, რომელსაც უნდა ვითვალისწინებდეთ ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ. საზოგადოების მნიშვნელობა აქ ძალიან იკვეთება. და აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ მეფე იორამის შესახებ,
იორამს მოდი ასე ვთქვათ, დაუფიქრებლობის მიზეზი, ხა კი არ ვამართლებთ და ვაკეთილშობილებთ იორამის გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ისტორიულ მოვლენას, იორამის ამ საჯვარედილზე დაუფიქრებლობის მიზეზი ეს არის ის საზოგადოება, ის გარემო, რომელიც მის გარშემოა შეკრებილი. ამიტომაც მინდა წერილი იტყვის, რომ იორამმა თავის საუკეთესო ძმები ამოხოცა და აი ეს ტერორი განახორციელა. ამის შემდეგ წმინდა წერილში ვკითხულობთ საოცარ სიტყვებს, რომელიც ელია წინასწარმეტყველის ეპისტოლის სახელით არის ცნობილი. რა საინტერესოა, ელია ისრაელშია და წერილს წერს იერუსალიმში. არც ერთი წერილი არ დაუწერია სამარიაში გასაგზავნად. არა ეს წერილი იერუსალიმშია ჩასასვლელი. მანდრია გახსოვთ ჩვენ თავის დროზე საუბრობდით იმასთან დაკავშირებით ელიას უკვე გავლილი აქვს ესისა, ქორების მთაზეა ასული, იქ ღმერთის გამოცხადება მიღებულია, ელისე გამორჩეულია უკვე, დავალება იეჰუსა და აზაელის ხებასთან დაკავშირებით მიცემულია უკვე და ჩვენ მაშინ ვიკითხეთ. ნუ თუ ამ გზაზე გავლისას მას არ გაუვლია იერუსალიმში. ნუ თუ ის იუდეაში არ გაჩერებულა და არც ერთ ლევიტელთან, არც ერთ ღვთელთან, არც ერთ წინასწარმეტყველთან, რომლებიც არსებობენ აშკარად ხედავთ, არ ქონია რაიმე ურთიერთობა. არაფერი ფიქსირდება აბსოლუტურად. არც გარდამოცემა გვაქვს გავსი. რაღაცაერთ ეს კაცი ასე უჩუმრად ჩადის გამოქცეული ეზებიელისაგან. მისი ეს უჩუმარობა, მისი ეს ფარულად გავლა ხარ უკავშირდება ღოთოლიას მიერ იმამინდის შექმნას, რა ამიდიც ისრაელში კარგახანია შექმნილი. ხო, მაშინ ჩვენ არ გაგვიმახვილებია ყურადღება ღოთოლიაზე, ხო და ეხლა დღეს რო საუბრობთ ამას და უბრუნდებით, სრულიად შესაძლებელია, ხო, რომ აქაც საფრთხე ემუქრება. აქაც საფრთხე ემუქრება. ძალიან საინტერესოა ეს დეტალი და იქ იზებიელი, აქ ეს ღოთოლია და ჩვენ ვხედავთ რომ მთელი ეს ძველი აღთქმის ეკლესიის სივრცე, რომელიც ორ პოლიტიკურ ერთეულადაა დაყოფილი, ორი უგარყვნილესი, კებთაყვანისმცემელი, სნედაცემული ქალის იმაზეა აგებული, დედაშვილის შეხედულებებზეა და სურვილებზეა აგებული. ამას ატომ ამბობა მანდრია. აი ამ წერილიდან გამომდინარე ჩანს, რომ ამ წერილში ჩანს ეს სახეზე არის პრობლემა. როდესაც ელია წინასწარმეტყველი იორამს ეუბნება, რომ იმის გამოო რომ შენ არ გაყებოს, ხოდაშორის იოშაფატსაც ახსენებს, იოშაფატს აბსოლუტურად კეთილგანწყობითაც ახალებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ შესწავლებს, ამას ჩვენ კი არა ბიბლია პედაგოგი მიგვიგვითითებს, მიუხედავად ამისა, იოშაფატი მართლა ძალიან კეთილმორწმუნე და მართლა ძალიან დიდი მეფე იყო იუდეის ისტორიაში. რომ არ გაყვა არც იოშაფატის, არც ასას, არც დავითის გზას, ეს მეფეები ჩამოთვლილია. არამედ გაყვა აქაბის სახლის გზას. და სად არის აქ ის დივიდენდები, პოლიტიკური დივიდენდები, რომელიც უნდა გამოადგეს იუდას და იერუსალიმს? იერუსალიმი მენტალურად ჩაყლაბა ისრაელმა. თლიანად მოიქცია თავის მარწუხებში. აი ეს მოიტანა იმ პრაგმატულობამ, ამ აგენტი ქალის საშუალებით. ხო, აი ამ საოცარი ის არის, რა ქვია, საოცარი სივრცეა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამე მინდა ვთქვა, მანდრია, როდესაც ერთობა ხორციელდება და ერთობა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, მაგრამ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით, ოდენ პოლიტიკური ნიშნით და კებთაყვანისმცემლური და არეული და გამრუდებული გზით და არა ღვთაებრივი ნიშნით. იქ შედეგი წინ და წინვე უნდა ვიცოდეთ რა იქნება. მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დეტალი. მხოლოდ და მხოლოდ ცუდი. ამაზე გვეუბნება მაცხოვარი, ვინ ჩემთან არ კრებს, ის განაბნევს. ეს მუქარაკი არ არის. არა, ეს არის ის, ასაც ვლაპარაკობდი, წინ და წინ ნათქვამი, წინ და წინ მითითებული მასთან დაკავშირებით, რომ ღმერთსა აქვს მხოლოდ ძალა იმისა, რომ შეკრებილი ერთობაში დატოვოს და ერთობაში ამყოფოს. ადამიანურ ძალას არ შეუძლია შეკრებილი ერთობაში დატოვოს. განაბნევს აუცილებლად და დაკარგავს აუცილებლად. დაარღვევს და უფრო დიდ სიმახინჯესა და საშინელებას მიიღებს. ამიტომაც მთელი ეს სურვილი იუდასა და ისრაელის ერთობისა, ეს დარჩება პოლიტიკურ სურვილად, დარჩება ილუზიად, რომელიც ვერანაირად ვერ რეალიზდება. ელია წინასწარმეტყველი იორამს აფრთხილებს, სწორედ ამის გამო, რომ შენ
ასეთი ნაბიჯი გადადგი ღმერთი დაჟის იუდას აი ამ საქციელის გამო ფილისტიმელები და არაბები შემოესევიან იუდიას და ააოხრებენ მას ანუ ნახეთ ის სამხრეთის მიმართულებით რომ პრობლემა არ უნდა კონდეს იუდას და ამის გულისთვის პოლიტიკურად ეკეკლოცება ისრაელს სწორედ იქიდან იუდას ძალიან დიდი პრობლემები დაეწყება იორამის დროს ედომის სამეფოც განუდგება იუდას და თუ რაიმე საყრდენი ქონდა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით იუდა იორამის დროს ამას ყველაფერს შემოიცლის და დაკარგავს. დაცარიელდება გესმით აი რასაც ეყნობოდა, რაც უდოდა აღარაფერი ხელში აღარ დარჩება. რატო? იმიტომ რომ აღარ არის ღმერთთან. აღარ არის იმასთან, ვინც არის ამ ყველაფრის გარანტი, ამ ძლიერების, ამ სიმტკიცის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. დიდი სნეულებითაც დასნეულდება. ნაწლავები გარეთ გექნებაო გადმოყრილი, იმდენად ტკივნეული იქნებაო შენი ტკივილები და მომხედავიც არავინ იქნება შენი. და ეს მართლაც ასე მოხდება. მას შემდეგ რაც ედომის წინააღმდეგ გამართულ სამხედრო ექსპედიციას იორამი წარუმატებლად დაასრულებს და ედომი განუდგება ისრაელს, აი ამის შემდგომ ხდება არაბული და ხდება ფილისტიმური ძალების შემოსვლა სამხრეთიდან, იუდას სამხრეთიდან და ხდება იერუსალიმის სრული გაძარცვა და სრული გაპარტახება. და რა ძალიან საინტერესოა, ასევე ახდება მამაო, ეს წინასწარმეტყველება უმძიმეს ისინი დასნეულდება იორამი და გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ეს ისინი იმდენად ისაა, რომ აი ნაწლავები გარეთ ეყარაო, ანუ ვერც ეკარება ვერავინ, იმდენად რომ ეს შეხება რიტუალურ გაუწმინდურებასაც გულისხმობდა და საერთოდ აი სიბინძურეში და სისასის არც დაიტირეს ის სამეფო პატივიც არ იმას აქნეს იორამს აი იორამა აბსოლუტურად გაანიავა ყველაფერი და ამის ზოგს უკან პოლიტიკურად კმაყოფილი ხოთოლია გვევლინება რომელიც იწყებს ზრუნვას თვითონ იყოს მეფე ხო რომელიც ახლა ამან ყველაზე დიდი სადარდებელი და საზრუნავი ესაა შეინარჩუნოს მეფე შეინარჩუნოს ხა საინტერესოა კიდე რა თხრობა აი ამ ლაშქრობის დროს აი დეტალს მივაქციოთ რა ყურადღება თავისი ძმები და ისინი ხო იორამა თავისი ხელით ამოხოცა და აი ამ ლაშქრობის დროს ამ ომის დროს იორამის შვილები ერთის გარდა ოქოზიას გარდა ყველა გაწყვეტა მტერმა. ეს გვეუბნება წმინდა წერილი, გვეუბნება დავითის სანთელი ფშუტავს. ჩაქრობის პირასა. ლამპარი დატოვა მაინც მერტ. ხო, დატოვა, მაგრამ აი ფშუტავს. საცაა ჩაქრება. და ჩვენ ვიცით ეს რომ ჩაქრება ამის შემდეგ უნდა მოვიდეს ის დრო როდესაც უკვე ჭეშმარიტი მეფე მობრძანდება, დავითის ჭეშმარიტი მემკვიდრე მობრძანდება სამეფო ტახტზე და თავის უნივერსალურ და საყოველთაო სამეფოს დაარსებს. ეს საოცარი არის ახლა მთელს ამ ბოლო პერიოდის ისრაელის და იუდეის ისტორიას რო უყურებთ. ჩვენ ახლა როდესაც ახალ აღქმას ვარჩევთ და ეგზეგეტიკას ვკითხულობთ და მიმოხილვას იმ დროინდელი ისტორიის იქ საუბარი არის რომ მომწიფდა ჟამი დადგა დრო მოვიდა ის როდესაც ყველა ავადმყოფობა გამოვლინდა როდესაც აი ექიმი მაშინ მოდის როდესაც ყველა ნიშანი ავადმყოფობის გამოვლენილია რომ ერთიანად თლიანად უმკურნალოს ამს უყოლაფერს და ეხლა ჩვენ ყვებით აი ამას და კარგი იქნება მაყურებელმა გაამახვილოს ყურადღება იმაზე როგორ მძიმდება თანდათან აი ეს ვითარება და აი ამისი გაგრძელება იქნება ის წინა პერიოდი, როდესაც მაცხოვარი ამ ქვეყნად უნდა მოვიდეს და ისრაელის აი ამ ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის მისი რჩეული ერის გამოსახსნელად განხორციელდეს უფალი. ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ თავის დროზე ყურადღებას, როდესაც მესიის საყოველთაო მოლოდინია. ეს მოლოდინი ამითაც არის ნაკარნახები, ამოწურულია ყველაფერი.
გამოსავალი აღარ აი ამოწურული, ყველაფერი არის ამოწურული. ყველა წინასწარმეტყველება მოსვლასთან და ნიშნებთან დაკავშირებით შესრულებული. აი აღარაფერი აღარ დარჩა. აღარაფერი აღარ დარჩა. ჩვენ ვისაუბრებთ ვარი ამის შესახებ. უბრალოდ თქვენ რაცა თქვით, მანდრია, მე მახსენდება ორი წმინდა მამის, რომელმაც ორ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში ერთი და იგივე პასუხი გასცა კითხვას. რატომ მოვიდა იესო ქრისტე მაშინ, როდესაც მოვიდა და არა ვთქვათ ადრიან გვიან. ეს არის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და ეს არის წმინდა გრიგოლ ნოსელი. ამის მერე სხვა განსხვავებული არავის უთქვავს და შეგვიძლია მთელ საეკლესიო თანხმობა და სწავლებადაც კი მივიღოთ. სრულიად სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს პასუხობენ ამ კითხვას და პასუხობენ ერთ და იგივე პასუხი აქვთ. მოვიდა მაშინ, როდესაც ცოდვამ თავისი თავი მთლიანად გამოავლინე. ანუ აწი რაც ხდება, ეს არის არა რაღაც სიახლე, არამედ ეს არის ახალ ფორმაში, ახალ იმაში შეფუთული ის სიძველე, რომელიც უკვე დაამარცხა და რომელიც მას საქმე რა ქვია, რომლის მეუფებაც დაამარცხა ჩვენმა მაცხოვარმა. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ერთ-ერთი მამა ამბობს გამარჯვებულ ომში შევდივართ, ამას ნიშნავს. რომ ჩვენ ყველაფერი თვალწინა ხა მივიღებთ, არ მივიღებთ, დავინახავთ, არ დავინახავთ. ეს აკეთებს. ხო, დადგებიან გზაზე არ დადგები შენი არჩევანი. უბრალოდ ახლა ჩვენ რომ დაუბრუნდეთ თავთხრობა და დასასრულისკენ წავიყვანოთ, ეს რობა ნახეთ მამანდრიას შესაქმე. იორამის ხელით დავითის მოდგმა ამოწყდება და ეს ამოწყვეტის ის გრძელდება იორამის პოლიტიკის შედეგად. ანუ იორამი, რომელიც მამასთან იოსაფატთან ერთად იწყებს მმართველობას და საკმაოდ საოცარი წლებია მაშინ იუდიაში. სხვადასხვა იორამის დროს იცვლება წინთაღრიცხვის სისტემა ისრაელის სამეფოში, თუ კი გამეფება მეფის მეფობა ითვლებოდა გამეფების თარიღიდან და ამ წლებს ითვლიდნენ, იორამის შემდგომ ეს იცვლება უკვე მისი მეფობა გულისხმობს იმ წელიდან გამეფებას, არა გამეფების უშუალო იმას, არამედ ის წელი მთლიანად მისი მეფობის წლად. ფაქტურად ერთი წელით იცვლება. ხო, რაღაცა ერთი წელით იცვლება. ახლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? აქ მნიშვნელოვანია ის, რომ იორამი სიკვდილის შემდგომ ტახტზე ადის მისი ვაჟი ოქოზია. რომელმაც სულ ერთი წელიწადი იმეფა და ოქოზიას გარდაცვალება არის აი ამ ჩვენი თხრობის მთელი დრამატურგიის შეფასება და შეჯამება. ის ადგას იორამის გზას, ის ადგას დედამისის გზას, ღოთოლიას გზას და ის ერთება როგორც იორამი ჩაერთო სირიის წინააღმდეგ არსებულ დაპირისპირებაში, ის ასევე აგრძელებს ამ საგარეო პოლიტიკას და როდესაც ჩადის ისრაელში და მე ჩემს ჩვენებს უნდა გავახსენო ეს პერიოდია, ზუსტად ის პერიოდი, როდესაც იეჰუს ცხო ელისესგან გაგზავნილმა მანაქვე მორჩილმა წინასწარმეტყველმა და იეჰუმ აჯანყება გამოაცხადა აქაბის სახლის წინააღმდეგ და როდესაც აი იეჰუ მოდის და იორამი გაუგზავნის, იორამი ამ შემთხვევაში აქაბის ისრაელის მეფე იორამი გაუგზავნის იმას აქვია ელჩებს და ხომშვიდობით არის გეკითხება შემშვიდობას და ორი მასო დაიტოვებს თავისთან და მოკლავს იმას აქვია ისრაელის მეფე იორამს. აი სწორედ აქ ოქოზია, რომელიც ჩასულია სანახავად დაჭრილი იორამის სანახავად და სხვათა შორის ჩასულია იუდას მთავრებთან ერთად. ხო, იქ ესია რა თქმა უნდა, რომ იეჰუმ ყველას ამოწყვიტავს, მთავრებსაც და იეჰუს ბრძანებით, იორამსაც და იეჰუს ბრძანებით, როგორც იორამის მოკავშირე, ოქოზიაც სიკვდილით იქნება დაჭრილი, უბრალოდ ოქოზიას გვამს წამოასვენებენ და იერუსალიმში მეფეთა საფლავში დააკრძალავენ, ამის უფლებას მისცემს იეჰუ. იმას აქვე და მეფიშვილი იოსაფატის პატივისცემით გააკეთებს ამას თვითონ იეჰუც. და აი აქ ჩვენ ხედავთ საოცარ რამეს. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ოქოზიას სიკვდილის შემდგომ აღარავინ დარჩა დავითის მოდგმიდან, დავითის ლამპარი საკმაოდ დაბალ ათებას იძლევა, ჟუტავია ძალიან, აი წუთი წუთზე უნდა ჩაქრეს და სწორედ აი ამ დროს ის სიბნელე, ის იმახინჯე, რომელიც ღოთოლიას სახით არის ჩამოსული იუდაში, იწყებს 6 წლიან ტერორს იუდას სამეფოში. მოიშორებს ყველას, ესე იგი და იწყებს მეფობას. ესე იგი ჩვენ რას ხედავთ, იცით? ჩვენ ხედავთ მთელ სარგებელს იმისას, რაც თავის დროზე უნდა დაენახათ
მეფეებს, რომლებიც ღვთისგზით არ მიდიოდნენ. გიორგი, დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. შემდგომში ჩვენ გვაქვს იუაშის გამეფების შესახებ თხრობა რიგში. დიახ. და ოთოლიას ტერორი და ოთოლიას ტერორი და ხო იუაშის ჯერ როგორ გადარჩა იუაში და მე როგორ გამეფდა და ამას ალბათ შემდეგ გადაცემაში მევახერხებთ ამ თხრობის ჩატევას. მადლობას გიხდი მოგზაურობისთვის, მაყურებელს დავემშვიდობები, შევახსენებ რომ დღევანდელი თხრობის შესაბამისი საკითხავი მეოთხე მეფეთა მერვე თავში არის გადმოცემული. მომავალ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ კვლავ იუდეის მეფეების შესახებ და ამით დაგემშვიდობებით დღეს მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.